გამშვიდობისას პატრიციმულტერი მაყურებლებო. მოგესალმებით, გადაცემა მოგვერდის წამყვანი პაატა ორიადმყოფელი. დღეს ჩვენთან სტუმრად გვყავს მინდა გაგაცნოთ ჩვენ მაყურებელს, გავაცნოთ მაყურებელს და ვინც არის ცნობს და ვინც იცნობს შევახსენოთ ბატონი ვლადიმერ მახარაძე, ფარმაციის დოქტორი, ბიზნესმენი, ქველმოქმედი, აჭარის ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საზოგადო მოღვაწე, აჭარი ლაზეთის ჩოხოსანთა გამგეობის სადროშოს წევრი, უსაყვარლესი პიროვნება ვლადიმერ მახარაძე. ვლადიმერ მახარაძეს გუშინ წილ 23 ნოემბერს აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაცია მისი სახელობის ტურნირს ვატარებთ და გუშინ წილ მე-7-ით ჩავატარეთ ბატონი ვლადიმერ მახარაძის ტურნირი. ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ. გუშინ 60 წელი შეუსრულდა ბატონ ვლადიმერ და ბატონ ვლადიმერ გილოცავ კიდევ დაბადების დღეს. ღმერთით ერთი 60 წელი კიდევ ემსახურეთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს. გზადაგზა გავაცნობ მაყურებელს კიდევ ბატონ ვლადიმერის ზღვარს, რომ თქვენაი ადამიანები მართლა 120 წელი და მეტი უნდა ცოცხლობდნენ და ცხოვრობდნენ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეო და სადიდებლად. მოახსენე მაყურებელს, რომ გუშინ დაბადების გქონდათ გუშინ წილ ტურნირი და სანამ ამ გადავიდოდეთ რაც შეეხება ღონისძიებას ტურნირთან შესახებ, მინდა მაყურებელს გავაცნოთ, რომ როგორც ვიცი, იყავით საქართველოს მოწვევის საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი. იმ პერიოდზე რამოდენიმე სიტყვით თუ გავახსენოთ თქვენ თავს მოსახლეობას. უპირველეს ყოვლისა გმადლობთ მოწვევისათვის, მოლოცვისათვის, მივესალმებით ტელემაყურებელს. უნდა გითხრათ, რომ ის იყო ძალიან რთული პერიოდი, რადგანაც ფაქტობრივად მოხდა ერთი საზოგადოებრივი ეკონომიკური რეფორმაცია და მეორეზე გადასვლა. ეს არ იყო უმტკივნეულო პროცესი და მე 1999 წლიდან ჩავერთე ეროვნულ მოძრაობაში. მართალია პირველი ბიძგი, რამაც აქეთკენ მიბიძგა, ეს იყო ზვიად გამსახურდიასა და მირაბ კოსტოვას მიერ ჩატარებული მიტინგი. ბევრ რამეზე თვალი აგვიხილე ეროვნულმა მოძრაობამ და მეორე მხრივ ბიუროკრატიის სიძულვილი მქონდა ძალიან დიდი და მე დავინახე ძალა, რომელიც ამ პრობლემებს გადაჭრიდა და მე თანდათანობით, როდესაც ეს ყველაფერი ბოლომდე გავიაზრეთ, გავხდი აქტიური წევრი. 1991 წელს იყო მაშინ საოცრად დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, შეიძლება ვთქვათ, რომლის მსგავსი როგორც ამბობენ ექსპერტები არ გამეორებულა და მე არჩეული ვქენი აჭარის უზენაეს საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატად 5 წლის ვადით. იქ იყო ესეთი მომენტი, რომ ასლანაბაშიძე მაშინ ჩაიფიქრა ძალაუფლების უზურპაცია, ასე ვთქვათ, პირდაპირ. ანუ ერთხელში კონცენტრირება და ამიტომ გაკეთდა ზეწოლა დეპუტატებზე, რომ აღარ ჩატარებულიყო სესიები დაახლოებით არჩევიდან 1 წლის შემდეგ. მართალია მე ეს ზეწოლები გარკვეულად ავიცილე და ხელი არ მოვაწერე ამ თქვათ გადაწყვეტილებას, რომ სესიები არ ჩატარებულიყო, მაგრამ 4 წელი ფაქტობრივად სესიები აღარ ტარდებოდა. და ეს ასე ვთქვათ ძალიან მტკივნეულად გვახსოვს, რომ ჩვენ სადეპუტატო უფლებამოსილებას ვერ ვახორციელებდით. სხვა რა ვიცი, ახლა იქ იმდენი რამეა გასახსენებელი, ხო, ერთი მთავარი რაც იყო, ისეთი აღმავლობა იყო ეროვნული, ისეთი სულისკვეთება, რომ აი დღესაც რაღაც საოცარ ძალას და მუხს მატებს ანატრელია თითქოს. ბატონო ვლადიმერ, დიდი მადლობა. მინდა გაუშინდელი ერთი მომენტი გავიხსენო თქვენს საიუბილეო და წვეულებაზე გუშინ 70 კაცზე 80-მდე კაცი ვისხედით. მინდა აღნიშნო ისიც, რომ ყველა განათლებული პიროვნება, ყველა უდიდესი ღვაწლმოსილი ადამიანები მართლა საზოგადო მოღვაწენი და ამ სფეროში ტრიალებთ, ამ სფეროში ხარ და რიგრიგობით გამოდიოდნენ იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელები, რომელი ორგანიზაციაშიც თქვენ მოღვაწეობთ, დიდი წვლილი გაქვთ, ზოგი თქვენი შექმნილი ორგანიზაციებია და ასე შემდეგ და სათითაოდ მინდა ყველა სფეროზე რომ ვისაუბროთ. ახლა ვისაუბრეთ ის, რომ ვიყავით აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი მოწვევის წევრი და ახლა მინდა ვიცით, რომ ფარმაციული სფეროში ბრძანდებით, მოღვაწეობთ და ცოტა ფარმაციული კუთხითაც რო გასაუბროთ. მე ხანდახან ხუმრობით ვამბობ, რომ დაბადებიდან ფარმაცევტი ვარ, რადგანაც 16 წლის ასაკში მოვეწყე ფარმაცევტულ ფაკულტეტზე 1973 წელს და დავამთავრე 78 წელს. ესე იგი ძალიან დიდი დროა გასული.
72-იანი მე ვარ 6 წლის ვიყავი. ხო, დროს რაფად გადის ნამდვილად. ალბათ ძალიან ბევრი ვჩანვარ ახლა სტუდენტებს. არა, ძალიან ახალგაზრდა ხარ, პირიქით შემზე ახალგაზრდასაც გამოიყურები. და გავიარე საინტერესო გზა, რა თქმა უნდა, სხვადასხვა თანამდებობის სხვადასხვა პერიოდში. ფარმაცევტული კომპანია ეკატე დავაარსეთ 1990 წელს. მაშინ მედიკამენტებით კომერციული ვაჭრობა არ შეიძლებოდა და ჩვენი გათვლა იყო სამკურნალო მცენარეებზე. ვაგროვებდით მთებში, ტყეებში, ვაშრობდით, ვახმობდით, ვაფასოებდით და ფაქტურად დეფიციტი მოусპეთ გვირილაზე, სალბზე და სხვა ისეთ მცენარეებზე, რომლებზეც მანამდე საბჭოთა პერიოდში დეფიციტი იყო. ეს 91 წლისათვის. მხოლოდ 93 წელს ნება დაირთო მედიკამენტებით კომერციული ვაჭრობაზე. ამიტომ ეს 2 წელი მთლიანად მიუძღვენით სამკურნალო მცენარეების მოშენებასაც, კულტივირებასაც, მოძიებასაც და დამუშავებასაც. და იმ პერიოდისათვის უკვირდათ ეს წამოწყება. ძალიან ბევრს ცოტა ირონიითაც გვიყურებდა, რომ ტყეში შეგროვებული ბალახებით რა ბიზნესი იქნებოდაო. ჩვენი კომპანია უპირველესია ასაკით საქართველოში. მხოლოდ 93-14 წლებში შეიქმნა სხვა კომპანია, თქვა ავერს PSP-ზე 4 წლით უფროსი ვართ. და სტაჟით ყველაზე დიდი კომპანია. მე რა თქმა უნდა კომპანია თან გაძლიერდა, განვითარდა, თუმცა ჩვენ ძირითადად აჭარის ფარგლებში მოღვაწე ვართ. ეხლა რაც შეეხება ფარმაცევტულ ბიზნესს, 12-მდე ობიექტი გვაქვს დღეისათვის აჭარის ტერიტორიაზე, როგორც საცალო ისე საბითუმო და გვაქვს საინტერესო ობიექტი, ფარმამარკეტი, რომელიც ასევე პირველებმა ჩვენ გავაკეთეთ 2007 წელს ბათუმში. ეს არის ობიექტი, სადაც ძალიან ფართო ასორტიმენტით არის თავმოყრილი სამკურნალო კოსმეტიკა, ჰიგიენა, ბავშვთაკვება და სხვა პარაფარმაცია. ძალიან საინტერესო და ჩვენ მერე მოგვბაძა PSP-მ და 1 წლის მერე გახსნა. თუმცა რეკლამის დროს ამბობდა პირველები ჩვენ ვართ, ეს მაინც ქართველებში გენშია გამჯდარი, შეჯიბრია ვინ პირველი და რა. მაგრამ 94 წლიდან უკვე მე ბიზნესს პარალელურად დავიწყე პედაგოგიური მოღვაწეობა ბათუმის სამედიცინო ეკოლოგიურ ინსტიტუტში, რომელიც პროფესორმა რამაზ სურმანიძემ, პროფესორმა გიორგი სტურვამ და მე მომავალმა პროფესორმა დავაფუძნეთ მაშინ. და 20 წლის განმავლობაში თითქმის იმ ინსტიტუტში მოღვაწეობდი, რექტორის თანამდებობაზეც კი ვიმუშავე. შემდეგ დამოუკიდებელ უნივერსიტეტში სრული პროფესორის რანგით დეპარტამენტის ხელმძღვანელად, ამჟამად ვაგრძელებ პარალელურად სამეცნიერო პედაგოგიურ საქმიანობას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწვეული პროფესორის რანგში. ძნელია შეთავსება მეცნიერებისა და ბიზნესისა, უეჭველია, ზოგჯერ მე თვითონაც მიკვირს ეს როგორ შევუხამე ერთმანეთს. მაგრამ როგორც ვიცი და ხედავ და იძახიან სხვებიც და საერთოდ აჭარის და მთელ საქართველოს მასშტაბით ყველა საუბრობს ვიზგიჩნობს თქვენზე რომ ყველაფერი ხუთიანზე ხართ მეცნიერებაში, წაკეთ ბიზნესშიც და მართლა ხელი მოგიმართა და წარმატებული ცხოვრება გაგრძელდეთ. იდეალურად მინდა სპორტულ კუთხესაც შევეხოთ ახლა ვიცით რომ თქვენ ბრძანდებოდით აჭარის ოლიმპიური კომიტეტის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და პარალელურად ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი. აი სპორტის სახეობებზე, ამ სპორტის ფედერაციებზე და ოლიმპიურ კომიტეტზე იმდროინდელ მუშაობაზე რას გვეტყვით თქვენ მოღვაწეობიდან? მე ვფიქრობ საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდი იყო, იმიტომ რომ ოლიმპიურ კომიტეტს აჭარაში ხელმძღვანელობდა ბიზნესმენი სანდრო შარაშიძე, რომელიც ძალიან გამოირჩეოდა ქველმოქმედებით, სპორტის სიყვარულით და ძალიან ბევრი საინტერესო საქმე გაკეთდა და ჩემი ძირითადი დარგი საკურატორო, ასე ვთქვათ, იყო ძალოსნობის ფედერაცია, წელიწად ნახევარი დავყავი, გარკვეული წვლილი მივშევიტანე დარბაზების მოწყობაში, რემონტში და სხვადასხვა საკითხებში და მაშინ უკვე იკვეთებოდა თურმანიძე როგორც მომავალი ოლიმპიური პრიზიორი და დღეისათვის ოლიმპიური პრიზიორი, მაგრამ იმედი მაქვს ჩემპიონიც გახდება. დიდი წვლილიც არის. და გარკვეული წვლილი იმ პერიოდისაც არის. მაგრამ თვითონ ეროვნულმა სულისკვეთებამ და ქართული ჭიდაობის ეროვნულმა სასიათით მინდა გადმოსულიყავი ახლა რომელ წელს და რამ გადაგაწყვეტინათ ქართულ ჭიდაობაში შემოსვლა. ეს ფაქტობრივად 2010 წელს გაკეთდა, მანამდე ჩვენი ურთიერთობა იყო ქველმოქმედებითი მეგობრული სხვადასხვა განხრით და როდესაც გაჩნდა შესაძლებელი იყო შემოთავაზება
თქვენი და ბატონ ჯემალ წულუგიძის და გაჩნდა შესაძლებლობა რომ ამ კუთხით გამეგრძელებინა აქტიური მოღვაწეობა აი ამ მუხტმა ეროვნულ პატრიოტულმა და ჭიდაობის სამსახიობის სილამაზე მის რაც ქართულ ჭიდაობაში ის გრაცია ის სილამაზე ის სისხარტე ეს ხო დავიწყარი კადრია აბდულ შაჰილისა და ბაშიაჩუკის მე მგონი იმ ფილმაც დიდი დადებითი როლი შეასრულა ქართული ჭიდაობის შემდგომ პოპულარიზაციაში მე მიმაღებინა გადაწყვეტილება რომ ჩემი დარჩენილი ენერგია მიმეძღვნა ქართული სახეობისათვის ჭიდაობის ქართული ეროვნული სახეობისათვის ჩვენ ქართულ ჭიდაობის გადაცემა მოგვერდიდა ქართულ ჭიდაობაზე უნდა ვისაუბროთ ბუნებრივია და კიდევ მოუბრუნდებით ქართულ ჭიდაობას მოსახლეობას მინდა კიდევ შევახსენო ბატონი ვლადიმერ მახარაძე არის ქართულ ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი უკვე 7 წელია 90 წლიდან რომელიც დიდი თვალმოქმედი დიდი მეცენატე აფინანსებს სპორტულ ღონისძიებებს ბატონ ვლადიმერმა დააფინანსა აჭარაში პირველად 2010 წელს აჭარის ფარლამენტს გადავეცით სუსუფთა ოქროს медаლი ჩამოუსხით 22 გრამიანი სუსუფთა ოქროს უმაღლესი სინჯის რუსული ოქრო ბატონი ვლადიმერი თქვენი თვალმოქმედები და თქვენი დაფინანსებით იყო ეს ყველაფერი ასე რომ ბატონი ვლადიმერი არის თავისული და გულით შემოსული ეროვნული სულისკვეთებით ცხოვრობს და ეროვნულ სპორტის სახეობაში თავის სათქმელს სიტყვით, ქმედებით, ქველმოქმედებით ყველა კუთხით ამბობს ბატონო ვლადიმერ დაუბრუნდებით ჩვენ ისევ ქართულ ჭიდაობას, ისევ დაუბრუნდებით რამე თუ ქართულ ჭიდაობაზე საუბრობთ. მინდა ცოტა სხვა თემებსაც შევეხო და ისევ ქართულ ჭიდაობას დაუბრუნდებით. ცოტა რამ საქველმოქმედო პრემიებზე რაც შენ გაქვს დაწესებული და რაც გაგიკეთებიათ, ვიცი ბევრი საქველმოქმედო აქტები აქვს გაკეთებული გორგილაძის სახელობის სხვადასხვა საქველმოქმედო დაფინანსების სტუდენტებზე გაქვთ გაკეთებული პრემიალურები და მის თაობაზე თუ ვისაუბრებთ ზოგადად ქველმოქმედება ყველა ბიზნესმენისთვის უნდა იყოს დამახასიათებელი ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია. ერთი პერიოდი ვაწარმოებდი აღრიცხვას 2 ტომის შეივსო თავისი დოკუმენტალური მტკიცებებით და მე მივატოვე, იმიტომ რომ აი ეს ქართული ანდაზა მადლიქენი ქვაზედადე და გაიარი არ მოიკითხო. ვიფიქრე თუ კი აღრიცხვას ვაკეთებ ესე გამოდის რომ წაკითხვა იმო. ამიტომ მივატოვე ეს აღრიცხვა და ზუსტად ვერც ვიტყვი რა რამდენი, მაგრამ ეს სხვადასხვა კუთხით, როგორც წამლით დახმარება, ისე სხვადასხვა პატრიოტული თემები, საეკლესიო მშენებლობა, უამრავი სხვადასხვა მიმართულებები, სადაც კი გავწვდებოდი და ყველაზე თვალნათლივ ბოლოს წარმოჩნდა ზურაბ გორგილაძის სახელობის პრემიების დაარსება და მუდმივი სპონსორობა. ეს ზურაბ გორგილაძის სახელობის დიდი ეროვნული პრემიის დაარსება გადაწყდა დავით ედორაძისა და ჩემი საუბრის შედეგად. ბატონმა დავითმა ეს იდეა მითხრა მე და უნდა მხარდაჭერა უეჭველად ბიზნესმენების და ჩემგან რომ მიიღო მტკიცე მხარდაჭერა მე გარკვეული დროის შემდეგ სხვა მეგობრები ჩავთემე და დღემდე ეს მოვიტანე, ეს 10 წელია. ამ ხნის მანძილზე გაცემულია 15-ზე მეტი ეროვნული პრემია, რომელთაგანაც დაახლოებით 7 მე მაქვს უშუალოდ დასპონსორებული და 43 სასკოლო ახალგაზრდული პრემია. ანუ სხვანაირად რო ვთქვათ, გზა და გზა ვასპონსორებდი და ვაწესებდი პრემიას სხვადასხვა სკოლებში. დაწყებული ჩოხატაურის სამრევლო სკოლიდან დამთავრებული შუახევის რაიონში, მიზანი რა იყო, რომ ახალგაზრდა რომელიც თქვათ პოეზიას კარგად არ იცნობს, ან საერთოდ არ იცნობს, რომ დაინტერესდეს ამ დიდი პოეტის, ამ დიდი პოეზიით. და ამას წელებში კიდე წარსულ წელებში. ხო, აი ამის სტიმულირებას უკეთებ ახალგაზრდებს მე. ეხლა რომ პრემია მიიღოს, ლექსიც უნდა წაიკითხოს. და აი ამ მშვენიერებას, პოეზიის მშვენიერებას რომ ვაზიარო და უკვე ვაზიარე შეიძლება ითქვას 100-მდე ახალგაზრდა და დიდი სიხარულია. ეს მარტო აჭარაში არ ხდება, ვიცით, აჭარის ფარგლებში და რეგიონებში გავდაწესებული პრემიები. განსაკუთრებით მეგობრობთ ჩოხატაურის სამრევლო სკოლასთან, ეს ქალბატონ ბელა ქებურიას დამსახურებარი. 8 წელია სამრევლო სკოლა არსებობს და 7 წელია ყოველწლიურად მე და ჩემი მეგობრები 6-8 პრემიით ავდივართ და არის უზარმაზარი ზეიმი. ხალა სკოლაში, გორგაძიების სკოლაში, ჩაქვის სკოლაში, შუახევის რაიონის მასშტაბით და კიდე სხვა სკოლებში. ბატონო ვლადიმერ, მინდა გავიხსენოთ მარათეობის დღესასწაულზე ქართულ ჭიდაობას 6 წელია ვატარებდით. სამწუხაროდ მიზეზთა გამო აღარ ვატარებთ, მაგრამ ჩვენ საუბრობთ, რომ ისევ აღვადგინო და რომელიც დავაღვადგენთ ისევ ამ სპორტულ ღონისძიებას.
ზოგადად ისტორიულად ქართული ჭიდაობა იმართებოდა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე. იყო საფრთხო დღესასწაულები და აგეთ საზეიმო ვითარებაში იყო ჩვენი ეროვნული სპორტის სახეობა ქართული ჭიდაობა და ეს მივიწყება საქართველოში დღესდღეობით და ჩვენ 6 წელი გვქონდა შუახევის მუნიციპალიტეტში ოლადაურში. ეს მარეთების დღესასწაული თქვენი დაფუძნებულია, როგორც ვიცით, თქვენ მეგობრებმა. მე ვარ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დამაარსებელი და ჩემს კაბინეტში გადაწყდა ამ ორგანიზაციის შექმნა და ორგანიზაციას დაკავშირებული წესდება, ატრიბუტიკა, დებულება და სულ ყველაფერი. და ვარ გამგეობის წევრი ამდენი წლის მანძილზე. თქვენი იდეით შექმნილი და მართლა პროფესორები შემოიკრიბეთ გვერდში, გოლა დაგედგენ. იგი სოლომონ ფუტკარაძე იყო ერთ-ერთი უპირველესი იდეის ავტორი, რომელიც ამავე დროს იყო იქ ეკლესიის აშენების ინიციატორი და მთავარი სპონსორი და მთავარი ხელმძღვანელი და მე შემოვიკრიბეთ სოლომონმა მე და სხვა მეგობრები და სერიოზული დიდი სამუშაოები გავწიეთ. ხო იმას ვამბობთ ახლა საოცარი სიხარული შემოქონდა ახალგაზრდებში და მთლიანად მოსახლეობაში ქართულ ჭიდაობას იქ. ფაქტიურად ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციაც იყო ეს. იქ იყო სხვადასხვა რამდენი მუსიკალური პროგრამა იყო, სხვა ხელოვნება, სხვა, მაგრამ იქ არავინ არ იყო, სულ ჭიდაობაზე მოდიოდა ყველა მაყურებელი და ჭიდაობას უყურებდა ყველა. მახსოვს ერთხელ ალბათ 2011 წელი იყო თუ შეიძლება 10 აღარ მახსოვს ზუსტად 5 მსოფლიოს ჩემპიონი ყოფდა გორიდან ჩამოყვანილი ცხარი მოიგეს მერებით ჩემო და ისე გვერდზე სოფელში დაკლეს ის ხვარი. დიდ პოპულარიზაციას უკეთებდით თქვენ ქართულ ჭიდაობას როგორც ბუნებრივია რეგიონში ისე თქვენს რაიონში მუნიციპალიტეტში. მე ყოველთვის ტრაბახობ ამას სიტრაბახით გამომდის და ვამაყობ კიდევაც იმას და აღვნიშნავ საქართველოს მასშტაბით. თქვენთვისაც მithქვია ბატონო ვლადიმერ. ჩემი გადმოსახედიდან და ზოგადად უამრავი სხვა ადამიანების ამეორებით ნათქვამი რომ საქართველოში განათლების ცენტრია შუახევის მუნიციპალიტეტი. შუახევში არის ყველაზე დიდი განათლებული ადამიანი ოდითგანვე რომ მოდიან და მე სხვადასხვა სფეროში მთელ საქართველოში როგორც აჭარაში საქართველოში მოღვაწეობენ. ამ კუთხით თუ შეიძლება თქვენეული ხედვა მითხრა, აი მართლა ისეთი მუნიციპალიტეტია რომ ყველა მეორე ყველა განათლებულია. შეიძლება ყველა თანამდებობის პირი ვერ იყოს, მაგრამ ყველა განათლებულია მუნიციპალიტეტში შუახევში. არა ეს მართლაც ფაქტია რომ შუახევის რაიონს ყავს საუკეთესო ინტელიგენცია და ვინც გამოთვალა ეს მივიდა იმ დასკვნამდე რომ პროცენტულად წამყვანი პოზიციები აქვს შუახევის რაიონის სხვა მუნიციპალიტეტებთან მიმართებაში. აი თქვათ მარტო მარეთის ხეობას ვიტყვი, აი მე ერთ ხეობაში, პატარა ხეობაში 40-ზე მეტი მეცნიერი მუშაკია. მარტო ერთ სოფელში, დარჩიძეებში 60 ექიმი და ფარმაცევტია. და ამ ექიმებს და ფარმაცევტებს შორის 2 აკადემიკოსია. 4 პროფესორია. რაღაც საოცარი წყურვილი სწავლისა არის. ეხლა შეიძლება ცოტა ტემპი დაკლებულია, მაგრამ იმ 300 წლიანი შესვენების შემდეგ გენმა დაისვენა თუ ნიჭმა არ იყო მაშინ სასპარეზი, შეიძლება ითქვას რომ აი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ამოხეთქა. და ეს ინტელიგენციის საქმიანობა დაგვირგვინდა იმითი რომ მარეთის ხეობასთან მეკავშირებით ენციკლოპედიური ნაშრომი შეიქმნა, მთლიანად შუახევის რაიონთან დაკავშირებითაც ასეთი ენციკლოპედიური ნაშრომი შეიქმნა სახელწოდების შუახევი და უამრავი წიგნი, უამრავი ჟურნალი, უამრავი საქმე გაკეთდა. ძალიან წარმატებით იწვის ეს ინტელიგენცია დღეს ყველა მიმართულებით. და მესახმება ტელემაყურებელი რომ ჩემი სტატისტიკური მონაცემებით თქვა არ განმეცხადებია რომ შუახევია განათლების ცენტრი თქო საქართველოში რომ ერთ სოფელში რომ 60 ექიმი წამოვართ სოფლიდან. ხო და ეს ძალიან დიდი ციფრია. ბუნებრივია. და ეს ახლა 20-21 წელი აჭარაში ცხოვრობდა ყველა მუნიციპალიტეტი მთელ საქართველოში და ისე აჭარაში ვიცი და დაკვირვებები ძალიან მაქვს ყველა მუნიციპალიტეტში განსხვავებული კულტურა, განსხვავებული ხალხი, მაგრამ მთლიანობაში ერთი მეორეზე უკეთესები ყველა და შუახევი არის განსაკუთრებული კიდევ და განათლების სფეროში. კი, რაც არის ვერ წაართმევ, რომ იტყვიან ესეა. მე მაგალითიც არის და როცა არის კარგი ადამიანთა ჯგუფი გარკვეული, ის დადებითად სხვებზე დადებითად მოქმედებს და საბოლოო ჯამში ვამაყობ თქვენთან და თქვენ არ ხართ რომ მეგობრობ, ეს ჩემი დიდი სიამაყე არის. ბატონო ვლადიმერ, მოდი მოსახლეობას გავახსენოთ ჩვენი მართლა კიდევ ალბათ 99 წელი თუ 2009 წელი თუ 2010 წელი თემურ წამალაშვილის სახელობის ტურნირზე რომ წავედით თიანეთში. მაშინ გუნდი მიყვავდა თიანეთში საჭიდაოდ, მე გთხოვეთ თქვენ და თქვენ ორ ძმას ასგარდაცვლის შოთა მახარაძე თქვენ
ძმას ზურა მახარაძეს თქვენ წამოვბრძანდით, მაშინ ზურას ბიჭი თქვენი ძმისშვილი ჩვენთან ვარჯიშობდა. წავედით სანახაობრივი ჭიდაობა იყო და მეთანხმები, ლამაზი ჭიდაობა იყო, მეც ვიჭიდავე მაშინ. ორი ჭიდაობა ვიჭიდავე. გამიკვირდა როგორ გაბედა 39 წელს ვიყავი მაშინ ხო წავაგე, მაგრამ დღესაც რო არის ჭიდაობები, დღესაც მაქვს ის სულისკვეთება რომ ვიჭიდავე, მაგრამ უკვე ხანი თავისაშობა, ასაკი თავისაშობა, თუმცა არა ვარ დიდი ასაკის მაინც. არა, შესადა. 45 წლამდე ოფიციალურად ადამიანი წოდება ახალგაზრდა, ესე იგი ჯერ ახალგაზრდა. მოსახლეობას მინდა ის დროინდელი ჭიდაობის რაღაც სიტუაცია მოვკვეთ და ცოტა იუმორული ისიც გამოიწვია იქ თქვენმა ქმედებებმა. ულამაზესი ჭიდაობა იყო საქართველოს უძლიერესი მონაწილეობები, სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას ამ ღონისძიებაში და მოგეხსენებათ ყოველთვის ვახსენებ მე საქართველოს ჭიდაობაზე ვლაპარაკობ, როგორც ღონისძიების შემდეგ ჩვენი განუყოფელი კულტურის ნაწილია ღვინისძიება და ღვინისძიება იყო ძალიან ლამაზი, ძალიან კარგი, მთელი საქართველოს სპორტული ელიტა გახდათ ერთი 80 კაცამდე იყო იქაც თუ მეტი არა კიდევ საქართველოს, რა ვიცი, ყველა არ იყო და ერთი არ იყო ალბათ ლერი ხაბელოვი, დანარჩენი ყველა იყო მთელი ელიტა სპორტული და გურამ საღარაძე, გოგი ბიზგინაშვილი, ვიზეც უნდა ვილაპარაკოთ ახლა ლევანტე დიაშვილი და ძალიან ბევრი სხვანი და ბატონი ვლადიმერ მახარაძე იქაურ სპორტულ საზოგადოებას გავაცანი, მოკლედ ვინ იყო და ბატონი შოთა მახარაძე და ბატონი ზურა მახარაძე სპორტულ საზოგადოებას გავაცანი, მოკლედ და თხოვე საზოგადოებას მოესმინათ ბატონი ვლადიმერისთვის გორგილაძის ლექსი რომ გეთქვა ბატონო ვლადიმერ. და ბატონმა ვლადიმერმა ეს ლექსი დაიწყო, ავიდა 5 წუთი, გავიდა 10 წუთი, 15 წუთი, 20, ნუ არ ვიცი რა, კარგი ხანი შეუსტომლად და ლამაზი გამოთქმით ხება და ამდენი სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ბუზის გაფრენის ხმას გავიგონებდით ისეთ სიჩუმით ლამაზად უსმენდა ბატონ ვლადიმერს და ბატონ ვლადიმერს ვინც იცნობს, ყველა მოიცის რომ ისეთი ლამაზი გამოთქმით იძახის ლექსებს, ცრემლი მოგვადგება თვალებზე, გვადგება ბატონ ვლადიმერ, ყველა შენ ნათქვამ ლექსზე და დიდი ახტაცები და სიხარულით ვისმენთ. ეხლა სხვა წაუკითხე. ეხლა მინდა ცოტა წაიკითხო ლექსი. ცოტა ლექსი წაიკითხო და ლექსის მერე ლექსს რო დაამთავრე, მერე ვიტყვი ლევანი რა თქვა და მერე ის გავაგრძელოთ. აი რამოდენიმე კუპლეტით ვეთქვით იმ ლექსს. მე მახსოვს მაშინ თამადა გურამ საღარაძე იყო და მას უყვარს პოეზია, გამოჩნდა. და მან რომ წაიკითხა ლექსი, მე გავბედე, მანამდე არ ვაპირებდი აქტიურობას. მე წავიკითხე ზურაბ გორგილაძის უმღერებელი მუხამბასი. ეს დიდებული ლექსია ძალიან, რა თქმა უნდა მოეწონათ. მეორე ლექსი მგონი ქალის სამლოცველო წავიკითხე, ზუსტად არ მახსოვს და სწორედ მაშინ იყო რომ ლევანტე დიაშვილის რეაქცია. აი ცოტა რამოდენიმე კუპლეტი რომ წავიკითხოთ. მოდი წავიკითხავ პოეზიაზე, პოეტი ვახსენეთ და პოეტის როლი, ფუნქცია და ამოცანა ერთ ლექსში ისე ტევადად ჩამოაყალიბა რამდენიმე სტროფში, რომ გაშიფრო შეიძლება ტომი მიუძღვნა. რომ იცის ღმერთის პოეტი ვით იქცა ხალხის პოეტად. რომ ნახა ხალხის პოეტი რომ იქცა უკვდავ პოეტად. ღმერთო და გამღმერთებელო დიდება მაგათ ყოველთა. რომ იცის კარგი პოეტი ვით იქცა კარის პოეტად. რომ ნახა კარის პოეტი რომ იქცა თავის პოეტად. ღმერთო და შემრალებელო წყალობა მაგათ ყოველთა. მაინც რა ხსენით გამძულწე ქართული მიწისი ჯიქანო, რომ ის დაბდური არა ვარ სუყველამ თითი მიქანოს, რომ დაყვავებით დამღალოს და მაკუნტრუშოს აკლებით. ყველა ეზოში ძმობილო იჩოქებს მხოლოდ აკლემი. ყველას მისი მზე ებოძა მოძღვარს მეზვრეს თუ მოისარს, სადაც კნუტები კნავიან იქ დრნის რა უნდა ლომისას. ვარ მჭევრი ჭირისუფალი დროის ზართა და ზეიმთა, ქვემოდან არც ვინ მიყურებს, ვერც ვინ დამხედავს ზემოდან, არც არავისზე მეტი ვარ, არც არავისზე ნაკლები, ყველა ეზოში ძმობილო იჩოქებს მხოლოდ აკლემი. შენ ჩემო მზეობ თღიალავ, მობრძანებულ ხარ, გელოდი
სარფიდან დარიალამდე შევძრულ ვარ საქართველოს. დიდი მადლობა ძალიან რამალად წარმოსქვით ეს ლექსი და ლექსის მერე იტყოდით რამე კიდე არა, აქვე ის მინდა ვთქვა, რომ ზურაბ გორგილაძეს წელს 5 მაისს 80 წელი შეუსრულდებოდა. ეს არის ზურაბ გორგილაძის საიუბილეო წელი. ბევრი ღონისძიება დაგეგმილი მაისში, ივნისში სხვადასხვა რეგიონის მუნიციპალიტეტებში და ამიტომ პოეზიის მოყვარულებს ექნებათ საშუალება ამ საღამოებს დაესწრონ და მიიღონეს დიდი სიამოვნება. პოეზიებზე და პოეზიაზე ცოტა მოგვიანებით ისევ დაბრუნდებით და მინდა ეხლა ის დაბრუნდეთ და ლევან თედიაშვილის რეაქცია მაყურებელს უთხრა რომ ბატონი ვლადიმერის ასეთი ლამაზი წარმოთქმის ლექსის შემდეგ წამოდია ბატონი ლევანი და აჭარელო ძმაო რა გაახურე საქმეო კახურიკილოთ ეონელა შენ თუ ლექსები იცი მე ანეკდოტები ვიციო და მოდი ანეკდოტებს შემეჯიბრეო და ბატონმა ლევანმა იმ დროს სამი ანეკდოტი მოყვა, არც ერთი არ მახსოვს მე. ეხლა კი იმის მერე ბატონი ვლადიმერი ხშირად იმეორებს ხოლმე და ცოტა დავიმახსოვრე, ერთი თუ ორი მე მგონი, მაგრამ მესამეც არ მახსოვს. ბატონი ვლადიმერი ის ანეკდოტები სამივე დაიმახსოვრა და ხშირად ერთად ვართ სუფრაზე, სხვადასხვა ადგილებზე და ბატონ ვლადიმერს ვახსენებ ხოლმე და იმეორებს თქო და აი რომელიმე ანეკდოტს ბატონი ლევანისას თუ ეთერში ვიტყვი. ცოტა ისეთია ინტიმურ არა, ცოტა ლამაზად თქვა. ცოტა ლამაზად მიხვედრებით რო თქვა. ბატონ ლევანი ამბობს რომ ერთ კახელ გელხს უცხოური მანქანა ჰყავდა ავტომობილი და რაღაც დეტალი გაფუჭდა. და ეძებს ამ დეტალს. კითხვა-კითხვით მიაგნო ერთ-ერთ სოფელში. მსგავსი მანქანა ყავს ვიღაცას, რომელსაც ის დეტალი უვარგა, სხვა არც ერთი ნაწილი არ ვარგა. ეხლა მივიდე ეს კაცი მოსალაპარაკებლად და ეუბნება რაფასი იმან უთხრა მე ცალკე ამ ნაწილს არ ვყიდიო. მთელი მანქანა უნდა იყიდო. ხან მყიდველი ეხვეწება. კი, მაგრამ მე მინდა ერთი დეტალი. ამ დეტალის გულისთვის ამოდენა მანქანა რატო ვიყიდო? მით უმეტეს დანარჩენი ნაწილები ჩემ მანქანაზე კარგიო. არა უთხრა ხოლოდ მთლიანად თუ იყიდი მანქანას. ისე ეს დეტალი არ იყიდებო. იქნება და ბოლო-ბოლო ამ მასპინძელმა მანქანის გამყიდველმა მოიშველი ესეთი არგუმენტი. დაუძახეთ ეხლა ჩემ ცოლსო, შემოვიდა ერთი ფაშფაშა ცოტა წერულაშივით ისეთი ქალი რა ესეთი და დაკონთული ქალი ესეთი მშრომელი და შეხედე ეხლა ჩემ ცოლსო, მაგ ერთი დეტალის გულიზა ვინახავ მაგას მე. მაგარი და მეორე რაღაც ის იყო შევარნაძის გუბერნატორი რომ იყო ეგეთ ლამაზი იქნება თუ იტყვი. ხო, უყვარდა ბატონ ლევანს, ეხლაც უყვარს დიდხანს ჯამთელად მიყოფოს უფალმა. მოყოლა, ერთხელ ედვარდმა დამიძახო გუბერნატორი რომ იყო და მივედი მასთან კაბინეტში, იქ ჯაბა იოსელიანი ზისო და კიდე ერთი კაციაო, ესეთი ნაზი სახისო, ბრიოლინათიო თმები და ლაგებული აქვსო და კიდე გას ესე კალოიატები ხო. ეს დასაწყისში უნდა ითქვას რომ გაიხსნა სკვანზი იუმორისა. ხო და ედვარდმა მითხრაო რომ ლევანო, სადმეო რომელიმე კოლმეურნეობიესშიო თავმჯდომარედო თუ შეგიძლიაო მოგვიწყო ეს კაციო ჯაბა არისო, მისიო პროტეჟეო და რეკომენდაციას აძლევსო. ესე ავხედე მე შევხედეო ედვარდს თქო ბატონ ედვარდო ეხლა რაც გავიფიქრე პირდაპირ გითხრათო ლევან შენ პირდაპირობით ხარ ცნობილო და ჩემთან რა გაქვს დასამალი პირდაპირ მითხარიო ხო და უთხრა ლევანი ბატონ ედვარდო მე კი დავნიშნავო თავმჯდომარედო მაგრამ კახელი გლეხები ამას ვრებში გაჟიმავენ ბოლო აღარ დაგეთქვა ბატონ ვლადიმერ ეს კინოშიც გავიგე ეს ტერმინი და გავუბედე ამიტომ თქმა ბატონ ვლადიმერ ძალიან კარგი იყო მაგრამ ცოტა ხნით ორი წუთით ტელემაყურებლებს შევახსენებ რომ სარეკრამო ჭრა გვაქვს და შემდეგ ორი წუთში დავბრუნდებით ოცდაოთხი საათი თქვენთვის და თქვენთან ერთად. New Taxi, მართვის ვისაც ხარისხი სჭირდება და ვინც დროის ფასი იცის. New Taxi, უსაფრთხო, კომფორტული და იაფი მგზავრობისათვის.
ხელვა ჩაურის პური, ნებისმიერ არჩევანში გამორჩეული, მუდამ გემრიელი, სურნელოვანი და ჯანსაღი კვებისთვის სასარგებლო პროდუქტი. ჩვენ ვფლობთ პურის ცხობის უძველეს ტექნოლოგიას, რადგან ამ საქმეს მხოლოდ პროფესიონალები ემსახურებიან. წლის ნიკოლოზ ფორჩხიძეს თურქეთის კლინიკამ ნერვული გარსის სინოვიალური სარკომა დაუდგინა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება. თურქეთში პროფესორებმა კონსილიუმის თანახმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პირველ ეტაპზე სასწრაფოდ ჩაუტარდეს სხივური თერაპიის ორთვიანი კურსი, რაც $15,000 ჯდება. ოჯახმა ყველა ფინანსური რესურსი უკვე ამოწურა და ახალგაზრდას სიცოცხლის გადასარჩენად საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. დახმარების მსურველებმა დარეკეთ მაგთიდან და ბილაინიდან ნომერზე 090 170 12 18 ზარის ღირებულება 1 ლარი. თუ გინდა თქვენი ქორწილი კიდევ უფრო დაუვიწყარი გახდეს, დაგეგმეთ დაისში. თქვენთვის საოცნებო ქორწილის ორგანიზების გარდა სარიტუალო დარბაზი დაუვიწყარ სურპრიზს გთავაზობთ. გასულ წელს დაისში დაქორწინებულ 172 წყვილს შორის ყველაზე იღბლიანი ინდირა და გიორგი აღმოჩნდნენ. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაუხადო წვეულებათა სახლ დაის, რადგან მომიწყო ზუსტად ისეთი ქორწილი, როგორცაც ვოცნებობდი. აქ ყველაფერი იდეალურ დონეზე არის მოწყობილი, ეს იქნება დარბაზის განათება, დიზაინი, მუსიკა და ასე შემდეგ. ყველას ურჩევ, რომ მოვიდეთ წვეულებათა სახლ დაისში და გადაიხადოთ ისეთი იდეალური ქორწილი, როგორიც მე მქონდა. წინა სახაზო წვეულებათა სახლმა დაისმა მოგვიწყო იდეალური საჩუქარი და გაგვიშვა ანტალიაში 5 ფარსპონია. სასტუმროში ეს იყო ნამდვილად ფანტასტიკური საჩუქარი წვეულებათა სახლ დაისმა დაისისაგან, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით. 2017 წელს წყვილი, რომელიც ჩვენთან იქორწინებს. ჩვენ თავაზობთ მომსახურების ყველაზე მაღალ სერვისს, ხელის მოწერის ცერემონიალს, ფოტო და ვიდეო გადაღებას, მუსიკალურ გაფორმებას, სხვადასხვა ლაზერ შოუებს. და რაც ყველაზე მთავარია, 2017 წლის ყველაზე იღბლიან წყვილს ჩვენ საჩუქრად გადავცემთ Toyota Camry-ს. ყველაზე იღბლიან წყვილს სარიტუალო დარბაზი ვებგვერდით და ICG ფოტო კონკურსის მეშვეობით გამოავლენს. დაგეგმეთ თქვენი ქორწილი დაისში და არ გაუშვათ შანსი ხელიდან.
დაბრუნდით სარეკლამო ჭრის მერე ის ეთერში, კვლავ ეთერში და ბატონ ვლადიმერ მახარაძეს სტუმარს თან გადავალ კითხვებით. ბატონო ვლადიმერ, გუშინდელ ჩვენ საიუბილეო სუფრაზე წეგან დავიწყე ნაწილი და გუშინდელი თამადისა არ იყო შეაჩერა და შემდეგ ეს კუთხით განაგრძო და ისევ დაუბრუნდა და მეცაც სპეციალურად არ გამიკეთებია, მაგრამ მოხდა ახლა და ახლა ის გავაგრძელებ ისე. გუშინ იქ იყო როგორც სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები ვიყავით, ისე იყვნენ ჩოხოსნები, წერლები და ეს ჯერ პირველ სკოლისა ჩოხოსნებზე მინდა ჩოხოსანით ვზანდებით და რამოდენიმე სიტყვა ჩოხოსნობაზე ამ გადაგაწყვეტინათ, როგორ შეხვედით, როგორ მოიგეთ ჩოხა ქართული ეროვნული სამოსი და ამის თაობაზე გესაუბრეთ. ხო, ზოგადად რო ვთქვათ, გუშინ წარმომადგენლობითი სამეგობრო საურთიერთობო წრე იყო, ძირითადის მეგობრები და ახლობლები, რომელთა წრეში ვტრიალებ სხვადასხვა მიმართულებებიდან. ჩოხოსნობა 2006 წლიდანაა ძირითადად ბათუმში. მე ერთ-ერთი პირველი წევრი ვარ ამ ორგანიზაციის. ჩვენი უხუცესი არის პროფესორი ბატონი რამაზ სურმანიძე, ხოლო ხელმძღვანელი თენგიზ თავდგირიძე. ძირითადი ბირთვი გუშინ იყო ერთ-ათამდე ჩოხოსანი. ეხლა ამ ჩოხასთან დაკავშირებით ერთი რამ მინდა ვთქვა ტელე მაყურებლისათვის, რომ იყოს საინტერესო. ჩოხა არ არის ჩვენი გააზრებით მარტო სილამაზის ჩასაცმელი. საკმაოდ რთული ჩასაცმელია და რთული გასახდელია, შვილებს ფულს ვაძლევ ხოლმე ჩექმები გამხადონ, წოლს კიდე რომ დამეხმარო ჩავიცვა. მეცმა გადაწყვეტილი შემოსვლა ორგანიზაციაში. მაგრამ ჩოხას რო ჩაიცმევ, ეს ფორმა და შინაარსი ფილოსოფიური კატეგორია არის. ფორმა, შინაარსი, მოკლედ შინაარსი ფორმაზე. აქ ზედ გამოჭრილია ეს. სხვა ადამიანი ჩოხა როგორც ფორმა, შინაარსზე მოქმედებს, ანუ მაშინვე მოქმედებს ფსიქოლოგიაზე. ესე იგი უკვე ჩოხით ჩაცმული კაცი, ადვილად ვერ მოიხრები, ვერ გაიჭყანები. მე ისეთ ცეკვასაც ვერ შეასრულებ ამოდენა ხანჯალი აქ აქვს და შეკრული ხარ რაღაცა. ეს ფაქტურად რაღაცნაირად აი ქართველი კაცის რაინდის სახეს გაძლევს. რაინდის სახეს გაძლევს, ხო? და გაძლევს სტიმულს ბიძგს, რომ ამაყად გაიარო ხებ გაშლილი, ლამაზი სიტყვა თქვა, ღირსეული თქვა, ისეთი ქმედება მოსაწონი და ამიტომ კარგია ჩოხოსნობა, სწორედ ამიტომ გვინდა მისი პოპულარიზაცია და თქვა ბევრი წევრი იყოს, რაც შეიძლება ბევრი წევრი იყოს ჩოხოსანთა საძმოსი, რომ ბევრმა ადამიანმა განიცადოს ეს სიხარული. ძალიან კარგი და გადაწყვეტილი. ერთხელ სვის პირას ერთი კაცი ეკითხება მეორეს, ჩოხოსნები ვინ არიანო, რა ხდებაო? ის მეორე პასუხობს ასე, ეს ის ხალხიაო, ვინ ცხოვრება მოიწყო და ეხლა ილამაზებსო. ეხლა კაცმა რომ თქვას, მან ცოტა ისე მარტივად ახსნა ეს, რა თქმა უნდა ცხოვრებას ალამაზებს, მაგრამ მიზანი მარტო ეს არ არის. მიზანი არის ეს პატრიოტული ეროვნული სულიერი ფასეულობების დამკვიდრება და აღზრდა ახალგაზრდებში. ამ ეროვნული თავმოყარების. ძალიან კარგი, დიდი მადლობათ. ბატონო ვლადიმერ, იყო კიდევ წერლები და პოეტები და ახალგაზრდა პოეტები მათ შორის და თამადაც ახალგაზრდა პოეტი ყოფილა და რამოდენიმე სიტყვა უსაყვარლეს პიროვნებებზე. სწორედ ეს ის წერლები და პოეტები იყო, ვისთანაც მეგობრობ, მე როგორც პოეტების მეგობარი და პოეზიის მოყვარული და ხშირი ურთიერთობა გვაქვს სხვადასხვა ღონისძიებებში. თამადობა და წაყვანა ვთხოვე პოეტ გენრი დოლიძეს, რომელთანაც ასევე მრავალი წელია მეგობრობ და ერთ-ერთი ჩვენი ხშირი შეხების წერტილები იყო სწორედ ჩოხატაურის სამრევლო სკოლა. და უნდა გითხრათ, რომ პირველ ეტაპზე, როდესაც ჩვენ ახალგაზრდობილი ვიყავით, ის იყო კარგი მსმენელი ჩემი, როგორც თამადის. მერე თანდათანობით გახდა მოპაექრე ჩემი სუპრასთან, ლექსებით პაექრობა იყო ძირითადად. ხო და ეხლა უკვე ისეთი ძლიერი და ჩამოყალიბებულია, რომ ვამდე მე ჩემი ღონისძიების საყვანა თამადობა და მგონი გაართვა წინვალეთ არის. ხო, შეგაწყვეტინეთ ყველა ადამიანისთვის სანატრელია თქვენ გვერდში სუფრაზე ჯდომა და кейპი. და გვერდზე ყოფნა, რასაც უკდაცილად ბედნიერება და მადლობა ამისათვის. მე მგონი რომ საერთო შეფასებით კარგი გამოვიდა და იქ მეგობრებმა მითხრეს რომ ძალიანო იღბლიანად თუ კარგად შეგირჩევა წამყვანი ხელმძღვანელიო და ეს გენი როგორც პოეტი, როგორც პიროვნება და თან თამადას და წამყვანს ზოგადი განათლება უხდება ძალიან. ეხლა ზოგი ფიქრობს რომ მარტო ლექსები, არა, მარტო ლექსები ცოდნა არ არის საკმარისი, არც მარტო კარგი ხმა. აქ უამრავი რამ საჭირო სინთეზში. და მათ შორის განათლება ინტელექტი. ამიტომ არის ბატონო ვლადიმერ ქართულ ჭიდაობაში, ეროვნულ სპორტის სახეობაში რო მოხვედით, მე გავიხსენებ საქართველოს ქართულ ჭიდაობის ფედერაციაში 2004 წლიდან ვარ მე და
დღემდე რო უყურებთ, იქაც და აქაც და საერთოდ ზოგადად ნებისმიერ სპორტის სახეობაში და განსაკუთრებით ქართულ სპორტის სახეობაში, ეროვნულ სპორტის სახეობაში, ქართულ ჭიდაობაში, ვინც არ არის ეროვნული სულით ახსავსე, მოდიან რამოდენიმე თვე, რამოდენიმე წელი არიან გარბიან ისე იმის ან პრეზიდენტი აუხარია, ან ვიცე-პრეზიდენტი აუხარია და ამის საქმის კეთება არ უნდა და ეროვნული სპორტის სახეობა სულ არ აინტერესებს, სხვა ინტერესები აქვთ. ასეთები მოდიან, მიდიან და ვინც მართლა ეროვნული სულით ახსავსენი არიან, რჩებიან, არიან ფედერაციაში და ვართ ფედერაციაში და აი თქვენი ასეთი რასაც საუბრობთ საზოგადოებას ესმის ეს საუბრები იქიდან არის გამოწვეული, რომ ეროვნულ სპორტის სახეობაშიც თქვენი სიტყვა ამბობთ და იძახით. აქედან გამომდინარე, მინდა გავიხსენოთ ერთი ჩვენ ვიყავით შაშარ ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოსიაუში, ჩემ სოფელში. იქაური ჭიდაობა როგორ შეაფასებთ მაშინდელ დროს გავიხსენოთ. ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა განსაკუთრებით ერთ-ერთი მოჭიდავე. ეხლა აღარ მახსოვს სახელი ვარი, ისე მომეწონა მისი ილეთები და დახვეწილობა, რომ სწორედ მაშინ იყო საუბარი თურქეთში, ანტაქიაში წასვლაზე. ის ბიჭი რო წავიყვანეთ მეტრეველი. ხო, მეტრეველი. 100 გრადუსიანი ბრუნი გააკეთა. ძალიან მომეწონა და მაშინ გიორგი მეტრეველი. გითხარი შენ და მე შენც შენ იცნობდი თავისთავად ჯემალიცაც მოეწონა ეს აზრი და ჩვენ დელეგაციის წევრი იყო, მან იქ აიღო მეორე ადგილი, თუმცა იქ იყო პატარა რაღაცა ხო, თორემ ოქროს медаლზე ნამდვილად გავიდოდა და საერთოდ იქ ჩვენი გუნდური მეორე ადგილი პატარა არ იყო, იმიტომ რომ 28 ქვეყანაში და თანაც თურქების ეროვნულ ჭიდაობაში. და რომ აი იმათ საყურადღებოდ მინდა ვთქვა, ვისაც გონია ან ცოტა უმნიშვნელო ქართული ჭიდაობის ფენომენი, ან გონია რაღაც ახირება ერთი. არა, დღეს ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ვინც კი თავის თავს პატივცემს და თავის ისტორიას, ცდილობს თავისი ეროვნული ფესვები მოძებნოს. ესე მოძებნეს უზბეკებმა ეროვნული, ყაზახებმა, ჩვენი შევხვდით 28 ქვეყნის დელეგაციები იყო და ყველა ცდილობს, რომ ვისაც არა აქვს, რაღაცას გამოიგონებს ხოლმე. თურქებს არ ვიცი როდის როგორ ქონდათ, მაგრამ ეს აბაყურეში და ესეთი მაღალი დონე და რამე და ჩვენ ამ დროს გვაქვს. დღესდღეობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მთლიანობაში 500 წარმოიდგინე ბატონო ვლადიმერ, არ ვიცი ეს იცოდით თუ არა თქვენ და მაყურებლისთვის კიდე საინტერესო 500 ჭიდაობის სახეობა არის. 500. საქართველოში რამდენი სახეობა არის? სვანეთს თავისი და სხვათა შორის ახლა სვანეთში ფედერაცია ჩამოყალიბდა ისე აღორძინებას იწყებს სვანური ჭიდაობის სახეობა. ეს თავის ჭიდაობა რო სხვა რა. თიანეთს, ქართლს, ცალ-ცალკე სხვა განსხვავებული ჭიდაობები ქონდა. ერთ ქვეყანას 5-6 სახეობა ქონდა ჭიდაობის. კერდაობა, ხელებუკან გაკეთებული და კერდაობით ჭიდაობდნენ, სხვადასხვა დგომი ქონდათ და სხვადასხვა კუთხური ჭიდაობები იყო და მთლიანობაში გაერთიანდა და ლამაზად ქართული ჭიდაობა ჩამოყალიბდა, მაგრამ ჭიდაობა რომ იყო, მაშინაც იყო ისევ ის შემორჩენილების ჭიდაობები, გადაგვარება ის გზას არის, მაგრამ სვანებმა უკვე დაიწყეს ფედერაცია ჩამოყალიბების ვარჯიშები სვანურ ჭიდაობაში და ასე შემდეგ და თურქებზე დაიწყეთ ლაპარაკი თქვენ იძახიან მე-3 საუკუნიდან მოდის ეს ჭიდაობა და არ ამგონია რომ ეს ახლა ასაკი კონდეს ერთ რეგიონშია მარტო ანტაქიის რეგიონში ჭიდაობა სხვაგან არსად არ არის თურქეთში ერთ რეგიონშია მაგრამ ეროვნული სტატუსი აქვს მიცემული და მსოფლიოს ფედერაცია ჩამოაყალიბეს და უკვე 7 წელია დავდივართ წელს მე ახლა წელს სექტემბერში მეორე წავალთ ჩვენი ქვეყანა საქართველო ჩვენ წარმოადგენთ საქართველოს ჩვენი ფედერაცია კი ვიცით ასე რომ ჯერ ამ ტერიტორიაზე თურქეთის სახელმწიფო შეიქმნა მე-10 საუკუნის ბოლოს სელჯუკიანთა როგორც გაერთიანება და ამიტომ მე-3 საუკუნეა ვერ იქნება და თუ მათ ძირებს იქეთ გავყვებით ეხლა იქ უკვე სადავოა ძალიან რომ მონღოლებისა ეს თუ ყირგიზების თუ ჭიდაობის ისტორიაში ჩასმული ეს თემა აი ძალიან სიღრმეებში მიდიან ისინი მაგრამ მათი გაგებით პატრიოტული საქმეს აკეთებენ მათთვის. ერთი რამ მინდა აღვნიშნო ბატონო ვლადიმერ, ამ ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი არის ანტაქიის მერი. წარმოიდგინეთ, მერი არის ქალაქის მერი, თავის რეგიონში ააყვავა, ააღორძინა ეს თავისი ეროვნული სპორტის სახეობა და მსოფლიოზე გაიტანა მსოფლიოს ფედერაცია ჩამოაყალიბა და $350,000 ხარჯება ყველა წელიწადს. ამ ღონისძიების ჩატარებაში მათი დაფინანსებით 31 ქვეყანა ჩავყავართ წელიწადში ერთხელ 5 სპორტსმენი და 3 წარმომადგენელი, 8 ადამიანი.
იმის გულისათვის ბიზნესმენებიდან, ქალაქის მერიიდან, ბიუჯეტიდან ხარჯავენ ფულს, რომ სოფლიოს პირველობას ატარებენ და პოპულარული გახადონ და პრეტენზიები აქვს ოლიმპიადაზე. მაგრამ ეს იქნება ძალიან ულამაზო ჭიდაობა, შეუხედავი ჭიდაობა გეიცი და ოლიმპიადას ვერ ეხება, მაგრამ ჩვენ ულამაზებთ ხოლმე რომ ჩავდივართ და უხარი. რამე დამით აღნიშნო, იცი? მიუხედავად კიდევ თურქეთში ბევრი სამეგობრო მყავს, მეც 3 წელი მომიწია თურქეთში ყოფნამ და იქ დავაკვირდი რა, ბიზნესმენები ძალიან ქველმოქმედები არიან და ერთმანეთს ეჯიბრებიან, შეჯიბრებით ქცევა აქვთ, რომ მაგრამ მე უფრო მეტი უნდა ვაფინანსო, მე უფრო მეტი უნდა ვაფინანსო და ბანერი რომ არის ორგანიზაციის დაუშვათ ფეხბურთია, კალათბურთია, ჭიდაობა, უკან არის ძალიან უკვე წოვრილი ასოებით, იმდენი ორგანიზაციები აფინანსებენ და იმდენი კომპანიები, რომ ვერ ეტევათ მსხვილი ასოებით კომპანიები, ძალიან წვრილი ასოებით არის სავსე, ბანერი, ხელა ბანერები, იმდენი დაფინანსება აქვს. ეს დიდი კულტურაა ბიზნეს ელიტაში, თურქულ ბიზნეს ელიტაში, თავის ქვეყანაში აორძინონ სპორტის სახეობები. და რა ვიცი, გადაესხათ ქართველ ბიზნესმენებსაც თურქელი ბიზნესმენების წყალი და სპორტს ქველმოქმედება გაუწიონ და ზოგადად ქართულ ჭიდაობასა და სხვადასხვა სახეობას. აი სწორედ იმიტომ რომ საფული აქვთ, მათ პირველი, მეორე, მესამე ადგილზე გასულებისთვის ოქროს მედლები აქვთ, სუფროს მედლი ჩამოსხმული და ეს იმდენად დიდი სტიმულია სპორტსმენისთვის, რომ ეს სერიოზული ფულია, დიდ ფულად ჯილდოს ღებულობს, სტიმულს აძლევს. და ამიტომაც სწრაფად ვითარდება. ჩვენთან ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან დაბალ დონეზე. ქველმოქმედები ცოტანი არიან და აი ეს საკითხი აქ მეორე კუთხეც არის ბატონო ვლადიმერ. მე მითხრა რამოდენიმე ბიზნესმენმა თქვენ დამაჯერებლად მოიტანეთ ინფორმაცია ბიზნესმენებთან, რომ რაში გჭირდებათ რისთვის თანხები. და ზუსტად რომ ჩვენ დავწმუნდებით რომ ეს თანხები ზუსტად ამასა და ამაში იხარჯება, ამისათვის იხარჯება, ჩავდებთ თანხებს, მაგრამ უამრავი ახლა არ მინდა სხვადასხვა ფედერაციებს არ ვიცი, ვინ როგორ პირადად არც ერთი არ ვიცი, მაგრამ ბიზნესმენებისგან გამიგონია ჩვენ ფულს აძლევთ აფინანსებთ, მაგრამ სპორტსმენს არ ხმარდება და ფედერაციის ხელმძღვანელები ხმარობენ ამ ფულსო და ამიტომ ეს მეორე კუთხითაც რო შევხედოთ, ესეც მართალია რომ ჩვენ გვაქვს ახლა ქართულ ჭიდაობაში ჯერ არ დაფინანსება არც ერთი ბიზნესმენისგან არ გვაქვს თქვენ გარდა ბატონო ვლადიმერ, მაგრამ ჩვენ გვინდა ელექტრონული გამჭირვალე გავხადოთ თუ ვინმე დაგვაფინანსებს და ისე იგივე სახელმწიფო ფულით ფინანსებით გამჭირვალე გავხადოთ ნებისმიერ ადამიანს რომ შეეძლოს ინტერნეტში შევიდეს და ნახოს ჩვენი თითოეული თეთრი რა შეიხარჯება და ვფიქრობ ეს უფრო საინტერესო და მაინტერესებელი იქნება კიდე ბიზნესმენისთვის რომ მისი გულის ადილი აისრულოს და ჩადოს სპორტის განვითარებაში. ჩემპატა გამჭირვალობა აუცილებელია, მაგრამ სანამ გამჭირვალობის დონე ვთქვათ არ იქნება მაღალი და ყველასათვის მისაღები, მაშინ მოიქცენ ჩემსავით. სპორტსმენს გადასცენ თვითონ მე ის ოქროს მედალი ხომ აჭარის ფალავანს ჩემი ხელით მივეცი. ეხლა გამორიცხავს ყველაფერს. დააწესოს მეორე ადგილისთვის, მესამისთვის, ტექნიკისთვის, სხვადასხვა წონით კატეგორიები, ანუ თითოეულ ტურნირში რამდენიმე ჩემპიონია წონით კატეგორიების მიხედვით. მისი ხელით გადასცეს. ჩვენ ხომ სპორტსმენის სტიმულირებისთვის გვინდა. ამიტომ მომისცემს ჩინოვნის თქვათ ასეთი ადამიანი, რომელსაც მეტი გამჭირვალობა უნდა და თქვათ მეტი ფრთხილი ან მეტი ეჭვიანია. პირდაპირ სტიმულირება იყოს სპორტსმენისა. ამიტომ რომ ბევრ სპორტსმენს დავაინტერესებს. რა თქმა უნდა, სტიმული მეტი ექნებათ ახალგაზრდებს და შეიძლება სხვა სექციებიდან აქეთ გადმოვიდეს კიდე მეტი ახალგაზრდები. ბატონო ვლადიმერ, ჩვენ 1-2 წუთი დაგვჭირდა და უცბად მინდა თქვა, დღეს აი დავიწყებთ ახლა იქნება კადრი თქვენთან ვიყავით და მკვდაწილად ბედნიერება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბიბლიოთეკა მათ ჩვენეთ თქვენ გადავიღეთ. ბატონო ვლადიმერ, გამეორდები ასე იგი თელი თქვენი ცხოვრება რატი შექმნილი გაქვთ გაკეთებული ეს ყველაზე უზრუნველესი საქმეა რომ 10000 წიგნზე მეტი და აქედან ნახევარზე მეტი კიდე წაკითხული გაქვთ. უამრავი თქვენი წიგნია, თქვენი ნაშრომი თქვენს მიერ დაწერილი, თქვენს მიერ შექმნილი ინტერნეტში რომ ამ ხელა საცავი სახელმწიფო ბიბლიოთეკას არ აქვს, მე მგონი რა. ეს სულიერი სიმდიდრეა თქვენი, ეს თქვენი აქ
ჩანს თქვენ მიახართ უკვე ყველაფერი. აი ეს რა მახსენდება იცი? ბატონო ვლადიმერ, არ მეყოფა, სახელმწიფო ბიბლიოთეკების შესახებ ხელსაწყოები და მეტი არა, ეს პიროვნებას აკეთებთ ამდენი საღლობ სასწავლის ფარტის თვალსაზრისით გამიმართლა. ხო? რაც შეეხება წიგნებს, ამას ვაგორებ რა თქმა უნდა, უფროსი კლასები. უამრავი თქვენ მათ ერთი 20 ბავშვობიდან. თქვენი გამოსებული წიგნი და ხელა სიმდიდრეა. ენით აუხსნელი და აუხსნელი სიმდიდრე. რატომ არასდროს ეს არ მიჩვენებია ტელევიზორში და არც გადაღება არ არის. ხო და მე ვხდათ და მადლობა ამისათვის. იმიტომ რომ ერთმა პოეტმა მეგობარმა მითხრა. მაყურებელი ბოდიში ბატონო ვლადიმერ უნდა უთხრა, ბოდიში მოუხადო მოყვარულის დონეზე. ნამდვილად ყველა ადამიანისთვის სამაგალითო. ბოდიში რო პროფესიულად ეუბნება ხარ ჩემო ვლადიმერ და სამაგალითოა ის რომ მითხრა რომ არ არის საჭირო ეს აჩვენო, იმიტომ რომ სულ ერთია მაინც ეს წიგნი შევიყვაროთ ყველა წიგნები უყვარდეს წიგნი დავაფასოთ 5000 წიგნი საცავები ბიბლიოთეკაში აქვს საცავები გავაკეთოთ და ასე არც ერთ რაოდენობაზე არ ვფიქრობ. ამიტომ არც არასდროს ეს არ მიჩვენებია. ეს არის უბრალოდ ის წიგნები, რომელსაც მე ვკითხულობ. ძალიან მედინება. ყველა წიგნს მე ვკითხულობ, ისე ვკითხულობ იმისათვის რომ მინდა წავიკითხო. თქონდა ყველა შეწავიკითხო და მოიწერა გაკეთებული რომ საჩვენო. შენი სიამოვნებისათვის უამრავი რამაც, მაგრამ ჭირდება მე ჩემი განათლებისთვის, შრომავებისთვის შეიძლება ასეთას თქონდა. და მე რა ვიცი რა სამომავლობას რო გადასცე შვილები ანუ ყველა წინს თავისი ისტორია აქვს რა თქმა უნდა საინტერესო და ბიოგრაფია რომელიც მომჭირდება მე მახსოვს ერთხელ მოვაწევრაში თქვენ ავტომობილში ძალიან განსხვავებული უყურებ ამ არ გვარს არ ვიტყვი თქვენ უთხარით რომ შენი წონა წიგნი მაქვს საკითხულიო და არ უნდა მეთქვა მაგრამ მაინც ცოტა არ იყოს თავი ვერ შევიკავე მოგიშალა მაგრამ ცოტა ისე ავტორიტეტულად რაღაცას ამტკიცებ და დაუბდას ცოტა არ იყოს მეც ვთქვი მეთქი ამის წონა მართლა არ იქნება საკითხული მეთქი მაგრამ ახლა უკვე დავწმუნდი იქ იმის წონა კი არა ალბათ 1-2 ტონა მასა იქნება წიგნი 10000-ზე მეტი წიგნი იქ მე მგონი იმ პიროვნებას ეკუთვნოდა თორემ ისე საერთოდ დაგამოთქვა ლამაზი არ იყო რა თქმა უნდა შეიძლება იქ ჩანს კიდევ თქვენი ლამაზად ახლა არ არის დამთავრდა კადრი გქონდა ჩატნატერში ჩვენ ნაჩვენები თქვენი რამდენ წიგნში ხართ თქვენ ის ყველა პაპკაში გქონდათ გაკეთებული ლამაზად ჩალაგებული და რამდენ გაზეთში თქვენ გაქვთ სტატია დაწერილი ცალკე გქონდათ გაკეთებული ხო და ეს ძალიან მომეწონა ძალიან სილამაზე იყო რომ ნებისმიერი მეცნიერი ნებისმიერი ისტორიკოსი რომელიმე დაინტერესდეს თქვენით იქ დაჯდება და ერთ დღეში შეუძლიათ თქვენი მინაობა ყველაფერი გადაშალოს გადაფურცლოს და სხვადასხვა მე ფურცლად გადაფურცლა დავიწყე ამ პაპკებიდან და დავიღალე თითქოს ხოდა იმ მარტო გადაფურცლით მე წაკითხვით და მე ჯდომი შრომით და წერით არ ვიცი რა ფენომენი ბრძანდებით ბატონო ვლადიმერ ეს უბრალოდ წესრიგში რომ იყოს ყოველთვის და მე თვითონ როცა დამჭირდება რამე კუთხით მასალა მე დროს აღარ ვკარგავ. ეხლა ჩემს იუბილესთან დაკავშირებით მასალები იყო საჭირო გაზეთის რამე ეს უკვე მომზადებული იყო მხოლოდ გადავავლე თვალი. და როცა რაღაცა დაგჭირდება და ეძებეძე ბოდიალებ პათურო ბოდიალებ ეს ეფექტური არ არის. ყველაფერს უნდა ქონდეს თავისი ადგილი მიჩენილი. მე გითხარით მე მაქვს სახში 360 წიგნი ასეთი ლამაზი თაგრა მაგრამ იქ მაქვს ერთი 100 გაზეთში ვარ თქო და შენი მაგალითი უნდა გადავლებო და ასე და ფაილებად დალაგებული ქრონოლოგიურად ბატონო ვლადიმერ ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვდა ამ ლამაზი თემით დავიმშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს მომავალ სამშაბათამდე მადლობთ ყურადღებისათვის